Telecompanija Gurjanzi ახალი talk-show Ariali დაიწყო. პირველი გადაცემის თემა რეპეტიტორის ინსტიტუტი იყო. გურჯანელი აბიტურიენტების უმრავლესობა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რამდენიმე საგანში კერძო მასწავლებლებთან ემზადება. სკოლის ცოდნით რატომ ვერ აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში, რა არის მთავარი პრობლემა და გამოსავალი, სწორედ ამ თემაზე გაიმართა დისკუსია. ვემზადები წელიწად ნახევარია ქართულში, ინგლისურში და ლიტერატურაში. ვფიქრობ, რომ უფრო მეტ განათლებას მივიღებ ინდივიდუალურ მომზადებაში, რადგან უკვე სკოლაში ტენდენციად არის შემოსული, რომ მე-11-მე-12 კლასელები უკვე აღარ დადიან სკოლაში და შესაბამისად გაკვეთილებიც აღარ ტარდება. ამიტომ მირჩევნია, რომ ინდივიდუალურად ვიარო პედაგოგებთან. 2 წელია ვემზადები ქართულსა და მათემატიკაში და იმიტომ რომ მივიღო დამატებით უფრო მეტი ცოდნა, რადგან ეს მხოლოდ ბარიერის გადალახვა არ არის. აქ არის მიიღო ის ზოგადი განათლება, რაც შემდეგ უნივერსიტეტში ასევე დაგჭირდება და ამიტომ თვლი საჭიროდ, რომ ბოლო 2 წელი მოვემზადო. გაკვეთილზე 2 საათი ვართ, ჯგუფში ვართ 4 ან მაქსიმუმ 5. ყველა სათითაოდ გვერდთმობა დრო. ჩვენი სადავალებები სათითაოდ გაირჩევა და ყველა ჩვენი ინტერესიც კმაყოფილდება ამით. ბოლო 2 წელია ვემზადები ინგლისური, მათემატიკა და ქართულში. ვფიქრობ, რომ უფრო დამატებით უკეთეს საშუალებას გაძლევს, რომ თავი მოუყარო ცოდნას, რასაც სკოლა გაძლევს და ეროვნულებზე რომ უკეთ ჩავ. 4 საგანზე მიწევს გასვლა 4 გამოცდაზე. შესაბამისად 4-ვე საგანში ვემზადები ბოლო 2 წელია. ესენია ქართული, ინგლისური, ქიმია და ბიოლოგია და გადავწყვიტე მომზადება, რადგან სკოლაში მართალია გვაძლევენ განათლებას, მაგრამ მაინც ეს ბოლო 2 წელი ისეთია, რომ განვლილი წლების მასალის გამეორებაც გვიწევს და უფრო გვეხმარებიან რეპეტიტორები ამაში. მე-11 კლასთან მევზადები უცხოენებზე და ისტორიაზე, გერმანული, ინგლისური და ისტორია, ქართული და სამოქალაქო განათლება რაც შეეხება მე-12 კლასთან ვაპირებ, რადგან სკოლა მომცა საკმარისი დონა იმისთვის, რომ ახლა არ დავკარგო ამ საგნებზე მომზადებაში. სკოლიდან ნამდვილად აქვთ ამის რესურსი და დამხმარე პირებიც უამრავი ვართ, რომ მივაწოდოთ პროგრამები და საჭიროების შემთხვევაში ამ პროგრამაში არსებული, ვთქვათ, გაურკვეველი საკითხები სკოლაშივე განვიხილოთ. მაგრამ რატომღაც უკვე წლები არსებობს ეს ტენდენცია, ალბათ 30 წელზე მეტ პერიოდს ითვლის, აბიტურიენტი თვლის საჭიროებად, რომ გამომდინარე იქედან, რომ საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა დამოკიდებულებები, რა შეფასება მიიღო აბიტურიენტმა, არის მაღალი მოლოდინები რიგ შემთხვევაში, თავდაჯერებულობას ვერ გრძნობს ამ საკითხის მიმართ და მოკლედ მოითხოვს, რომ აუცილებელია რეპეტიტორთან მომზადება. რასაც ვთვლი, რომ ჭირდება სერიოზული მუშაობა, ჭირდება ფსიქოლოგიური გადამზადება სკოლის მოსწავლეების იმ თვალსაზრისით, რომ მათ საკუთარ თავში მეტი თავდაჯერებულობა იპოვონ და ამ მიმართულებით დაიწყო მზადება და არა იმ მიმართულებით საკითხების რა რაოდენობა ისწავლეს სკოლაში. მე ვფიქრობ, რეპეტიტორის ინსტიტუტის ასეთი პოპულარობა და ბავშვების მომზადების აუცილებლობა უფრო მეტად გამოიწვია იმან, რომ სკოლა სათანადო განათლებით ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეებს. განსაკუთრებით მე-12 კლასზე მინდა ყურადღება გავამახვილო, სადაც თითქმის არ ტარდება გაკვეთილები. მე-12 კლასის არსებობამ საერთოდ აზრიც კი დაკარგა, მასიურად შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნებისმიერ საჯარო სკოლაში ამოწმოთ, მე-12 კლასელები გაკვეთილებზე არ დადიან, თვითონაც კი არიციან, რისთვის არსებობს ეს მე-12 კლასი და ბევრი მოსწავლისგან გულის ტკივილით მომისმენია, მისულან გაკვეთილზე, მაგრამ არავინ არ დახვედრიათ 1 ან 2 ბავშვის მეტი და იმ ბავშვსაც კი, ვისაც უნდოდა რომ საგაკვეთილო პროცესი დასწრებოდა, გაცრუებია იმედი და გამობრუნებულა უკან სახლში. თუ კი მე-12 კლასში საერთოდ არ დადიან მოსწავლეები და ყველა კერძო მასწავლებელთან ემზადება, მაშინ რის მომცემია, ხო ეს ხომ არის ბავშვებისთვის კიდევ ერთი დაკარგული წელი და ის პროგრამა, რაც მე-12-ში უნდა გაევლოთ სიტყვაზე, შეიძლება ქვედა კლასებს გადაუნაწილდეს და საერთოდ საკითხი დადგეს მე-12 კლასის მოხსნის შესახებ. ახლა წლების წინ 11 წლიანი იყო სწავლა და მე-12 კლასი საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ ვახერხებდით ზოგადი განათლების მიღებას, ხო? თუ კი იქნება და დატოვებენ, მაშინ უნდა იყოს სრულყოფილი მე-12 კლასში სწავლა და საგაკვეთილო პროცესი ტარდებოდეს სრულყოფილად და იმ დონეზე ხდებოდეს ცოდნის გადაცემა, რომ ბავშვს აღარ დაჭირდეს კერძო მასწავლებელთან სიარული.